ნებისმიერი ექიმის მთავარი მისია სიცოცხლის გადარჩენაა და ადამიანების განკურნება. თუმცა ისტორია მისის გამონაკლისების, როდესაც ადამიანი თეთრ ხალათში ავადმყოფობაზე უარეს საშიშროებას წარმოადგენს. ექიმ ჰაროლდ შიპმანისთვის ჰიპოკრატეს ფიცი цаრიელი სიტყვები იყო. ის პაციენტებთან არა სამკურნალოდ, არამედ მათ მოსაკლავად მიდიოდა და ამას საოცარი ეფექტურობით აკეთებდა. მთელი თავისი კარიერის განმავლობაში სერიულმა მანიაკმა შიპმანმა სხვადასხვა მონაცემებით დაახლოებით 500 ადამიანი გაისტუმრა საიქიოში და სავსებით დამსახურებულად მიიღო დიდი ბრიტანეთის ყველა დროის ყველაზე მასობრივი მკვლელის წოდება. ჰაროლდ ფრედერიკ შიპმანი ქვეყანას 1946 წელს მოევლინა ნოტინგემში. მეთოდისტური ეკლესიის ღვთისმოსავ ოჯახში. სკოლაში ის ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე იყო. თავისუფალ დროს კი გატაცებით თამაშობდა რაგბის. მშობლები შვილს თანყვებოდნენ და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. პროფესიის არჩევასთან დაკავშირებით ჰაროლდი 17 წლის სასახში ჩამოყალიბდა ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ. დედამისი კიბოთი გარდაიცვალა. ტრაგედიით შეძრულმა ახალგაზრდამ გადაწყვიტა, რომ არაფერია უფრო კეთილშობილური საქმე ვიდრე ავადმყოფობასთან ბრძოლა და ადამიანების სიკვდილის კლანჭებიდან გამოკლეჭვა. 1965 წელს შიპმანმა წარმატებით ჩააბარა ლიცის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. სწავლა იოლად გამოსდიოდა და პირადი ცხოვრებისთვისაც საკმარისი დრო ჰქონდა. მალე მან რომანი გააბა იმ ბინის მეპატრონის ქალიშვილთან, ვისთანაც ბინას ქირაობდა. გოგონას პრიმროუზ მეი ერქვა. ურთიერთობები ელვის სისწრაფით განვითარდა, გოგონა დაფეხმძიმდა და ჰაროლდმა, რომელსაც სრულიად გულწრფელი გრძნობები გააჩნდა, გოგოს ხელის თხოვა. 1966 წლის შემოდგომაზე წყვილი დაქორწინდა. 1970 წელს ნანატრი დიპლომის მიღების მერე ჰაროლდი ოჯახთან ერთად ქალაქ ტოდმორდენში გადასახლდა, სადაც უბნის თერაპევტად დაიწყო მუშაობა. მისმა ცოლმაც მედიცინაში იპოვა თავი, ადგილობრივ კლინიკაში რეგისტრატორად მოეწყო. რამდენიმე წელიწადის და ჰაროლდი 4 შვილის ბედნიერი მამა გახდა. გარედან ისე ჩანდა, რომ შიპმანების ოჯახში იდილია სუფევდა. სრული ურთიერთგაგება, სიყვარული, სიმშვიდე და სიმყუდროვე. თუმცა ეს მხოლოდ ფასადი იყო. სინამდვილეში კი ჰაროლდს ერთი პატარა საიდუმლო ჰქონდა. სრული ნარკოდამოკიდებულება. როდის გახდებოდა ეს საიდუმლო საზოგადოებისთვის ცნობილი, მხოლოდ დროის ამბავი იყო. 1974 წელს საავადმყოფოში, სადაც ჰაროლდი მუშაობდა, ძლიერ მოქმედი პრეპარატების დიდი დანაკლისი აღმოაჩინეს. სამსახურეობრივმა მოკვლევამ ძალიან მალე მიიყვანა პოლიცია ექიმ ნარკომანამდე. ჰაროლდ შიპმანი სირცხვილით გააგდეს სამსახურიდან და სასამართლოსაც გადასცეს. მისთვის საბედნიეროდ ის პატიმრობას გადაურჩა. სასამართლომ ჰაროლდი 600 ფუნტით დააჯარიმა და იძულებითი მკურნალობა მიუსაჯა. 3 წლის მერე ჰაროლდ შიპმანი მედიცინას დაუბრუნდა. თუმცა რაკი მისი რეპუტაცია ქალაქ ტოდმორდენში სამუდამოდ დანგრეული იყო, ოჯახმა საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა და ქალაქ ჰაითში გადაბარგდა. აქ ჰაროლდ შიპმანი დონიბურგის სამედიცინო ცენტრში დასაქმდა. 1993 წლიდან კი კერძო პრაქტიკა გახსნა. პაციენტები აღფრთოვანებული იყვნენ ყურადღებიანი და კომპეტენტური ექიმით, რომელსაც ყოველთვის ჰქონდა დრო გულიანი საუბრისთვის და ნუგეშისთვის. და ვერავინ, აბსოლუტურად ვერავინ თანაქალაქელთაგან ვერ წარმოიდგინდა, რომ მათ სახლებში თეთრი ხალათით თავად სიკვდილი შედიოდა. ითვლება, რომ თავისი პირველი მსხვერპლი შიპმანმა ჯერ კიდევ 1984 წელს მოკლა, როდესაც ის დონიბურგის კლინიკის თანამშრომელი იყო. ის გამოძახებაზე მივიდა ასაკიან ქალბატონთან, რომელსაც რევმატიზმი ტანჯავდა. პაციენტი ჩიოდა, რომ სახსრებში აუტანელ ტკივილს განიცდიდა და ზრუნველმა ექიმმა მას ძლიერ მოქმედი ტკივილ გამაყუჩებელი შესთავაზა. ჰაროლდმა თავისი ხელით შეუყვანა მოხუცს 20 მილიგრამი დიამორფინი. ნარკოტიკის უზარმაზარმა დოზამ მოხუცს ტკივილი გაუგრო. სამუდამოდ. შიპმანი დაელოდა, სანამ ქალის სუნთქვას შეწყვეტდა და სახლი დატოვა. თან ხელს იქვე ჟურნალების მაგიდიდან რაღაც იაფფასიანი ნივთი გააყოლა. ისე, სუვენირად. მეორე დღეს კი მანვე ოფიციალურად დააფიქსირა პენსიონერის გარდაცვალების ფაქტი და სიკვდილის მიზეზად, რა თქმა უნდა, ბუნებრივი მიზეზები ჩაწერა. პირველი მკვლელობის ჩადენის მერე შიპმანი ნერვიულობდა და გამოაშკარებების ეშინოდა. სწორედ ამიტომ მან დაჟინებით ურჩია მოკლული ქალის ნათესავებს ცხედრის კრემაცია ჩაეტარებინათ. ამით ის ყველა შესაძლო სამხილს გაანადგურებდა. დიდ ბრიტანეთში კრემაციისთვის 2 ექიმის დასკვნა საჭირო და მეორე ექიმმა, რომელიც სრულად ენდობოდა თავისი ავტორიტეტული კოლეგის დასკვნას, ფორმალურად მოაწერა ხელის საბუთს.
მოკლედ, ექიმს პირველი მკვლელობა შერჩა და მან გადაწყვიტა ამაზე არ გაჩერებულიყო. როდესაც შიპმანი კერძო პრაქტიკაზე გადაერთო, მკვლელობების ჩადენა კიდევ უფრო გაუათვილდა. ექიმი გამოძახებებზე მიდიოდა და მეთოდურად ირჩევდა მორიგ მსხვერპლს. როგორც წესი, ეს მარტოხელა მოხუცი ქალები იყვნენ. ფაბრიკების ყოფილი მუშები, მდივნები, დიასახლისები. სცენარი ყველა შემთხვევაში ერთი და იგივე იყო. დიამორფინის ინტრავენტული დიდი დოზა. სასიკვდილო ინექციის შემდეგ შიპმანი ბოლომდე რჩებოდა მსხვერპლის სახლში და საკუთარი ძალაუფლებით ტკბებოდა. ამასთანავე ის სრულიად უმნიშვნელო ნივთებსაც იპარავდა. მოგვიანებით კი გათამამდა და ანდერძების გადაკეთებას კი დაიწყო, მაქსიმალური ფინანსური მოგების მისაღებად. გამოძიების ვერსიით, კლინიკაში მუშაობისას შიპმანმა 71 ადამიანი მოკლა. კერძო პრაქტიკის პერიოდში კი 400-ზე მეტი. ექიმის სიკვდილი მხოლოდ 1998 წელს ჩავარდა. ის სიხარბემ დაღუპა. გარდაიცვალა კეტლინ გრანდი, რომელიც ქალაქის ყოფილი მერის ქვრივი იყო. ანდერძი რომ წაიკითხეს, სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ ქალმა თავის მკურნალ ექიმს კოლოსალური თანხა 350,000 ფუნტი დაუტოვა. ამ ფაქტმა გარდაცვლილ ქალიშვილს ენჯელს ეჭვები გაუჩინა. მას უცნაურად მოეჩვენა, რომ ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, როგორიც ანდერძია, გრამატიკული შეცდომებით იყო დაბეჭდილი. ეს საერთოდ არ წააგავდა ქალის ნაწერს, რომელიც თავისი ინტელიგენტურობით გამოირჩეოდა და სიცოცხლის ბოლო წუთამდე საღიაზრი და ნათელი გონება ჰქონდა შენარჩუნებული. ენჯელი თავადაც ადვოკატი იყო და ზუსტად იცოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო. ის მაშინვე დაუკავშირდა ორ მოწმეს, რომელთა ხელმოწერებიც იყო დაფიქსირებული ანდერძზე. მოწმეებმა, რა თქმა უნდა, განაცხადეს, რომ მსგავს არაფერზე ხელი არ მოუწერიათ. ეს სავსებით საკმარისი მიზეზი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ქალიშვილს დედის ცხედრის ექსგუმაცია და დეტალური ექსპერტიზა მოეთხოვა. ექსპერტიზის შედეგი შოკის მომგვრელი იყო. ქალი დიამორფინის ზედოზირებით გარდაიცვალა. ექიმი შიპმანი დაკითხვაზე დაიბარეს, თუმცა მისგან გულწრფელი აღიარება და მონანიება ვერ მიიღეს. პოლიციელები ეჭვმიტანილს ფრთხილად მიუდგნენ. შიშობდნენ, რომ ქალაქში ასეთ პატივსაცემ პიროვნებაზე ზეწოლა კარგს არაფერს მოიტანდა. ყალბი ანდერძის სასამართლომ გააუქმა, თუმცა პირდაპირ სამხილები, რომ ქალი ნამდვილად ექიმმა მოკლა, არ არსებობდა. მაგრამ ეჭვმა თავი არ დამალა და აღმოჩნდა, რომ ქალაქში არაერთ ჭირისუფალს ჰქონდა ეჭვი მათი ოჯახის წევრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და არა მხოლოდ ჭირისუფლებს. მაგალითად, ტაქსის მზღოდი ჯონ შოუ, რომელსაც არაერთხელ მიუყვანია ექიმი შიპმანი პაციენტთან და მერე შეუწყვია, რომ ის პაციენტი გარდაცვლილა. ტაქსისტმა თავისი დაკვირვება გამომძიებელ სტენ ეგერსტონს გაუზიარა და 20 ადამიანის სიას გადასცა, რომლებთანაც გარდაცვალების დღეს ექიმი შიპმანი მიიყვანა. ამ ჩვენების შემდეგ გამომძიებლებმა ამ სიაში მყოფი 20-ვე გარდაცვლილის ექსგუმაციის გადაწყვეტილება მიიღეს. ელვის სისწრაფით გავრცელებული ხმების შემდეგ კი ჭირისუფლებმა ერთი მეორეს მიყოლებით დაიწყეს გახსენება, რომ ექიმი უცნაურად იქცეოდა. გარდაცვალების არადამაჯერებელ მიზეზებს ასახელებდა და ცხედრის შემოწმებასაც ზერელედ ახდენდა. ექიმის წინააღმდეგ ჩვენება მისივე მდივანმა ქეროლ ჩაპმენმაც მისცა. აღმოჩნდა, რომ ქალის ოჯახში ფრიად უცნაურ ვითარებაში ერთი მეორეს მიყოლებით გარდაიცვალნენ დედა, დედამთილი და 2 დეიდა და ყველა მათგანი საბედისწერო დამთხოვით სწორედ ექიმ შიპმანთან მკურნალობდა. ექიმი დააპატიმრეს, თუმცა ის კატეგორიულად უარყოფდა რაიმე კავშირს ამ ადამიანების სიკვდილთან. დაკითხვებისას მანიაკი ისე იქცეოდა, თითქოს ეს ყველაფერი მას არ ეხებოდა. ძირითადად დუმდა, ხოლო როცა მსხვერპლის ფოტოს უჩვენებდნენ, თვალებს ხუჭავდა. ასობით მკვლელობაზე ეჭვის მიუხედავად, გამოძიებამ მტკიცე სამხილები მხოლოდ 15 ფაქტზე შეაგროვა. თუმცა გასამართლებისთვის და უმკაცრესი განაჩენის გამოსატანად ცხადია ეს რაოდენობაც სავსებით საკმარისი იყო. 2000 წელს სასამართლომ შიპმანს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, ვადამდე გათავისუფლების უფლების გარეშე და მანჩესტერის ციხეში გაამწესა. 2 წლის შემდეგ ექიმი დასავლეთ იორკშირის ციხეში გადაიყვანეს და სწორედ იქ დაასრულა სიცოცხლე ექიმმა შიპმანმა. 2004 წლის 13 იანვარს თავის 58 დაბადების დღის წინა საღამოს მან საკანში თავი ჩამოიხრჩო. და ერთი საინტერესო დეტალი, როდესაც შიპმანის თანამესაკნეს კითხეს, რატომ არ შეუშალა ხელი მან ექიმის განზრახვას, რასაც აი ასე პირდაპირ ხედავდა, კაცმა თქვა, რომ საკანში ერთად ყოფნის პერიოდში ექიმი მას 508 ადამიანის მკვლელობაში გამოუტყდა და მას არანაირი სურვილი არ გასჩენია
ასეთი მანიაკი გადაერჩინა. ამ ამბიდან 2 ათეულ წელზე მეტია გასული და ფსიქიატრები და ფსიქოლოგები ახლაც იმტვრევენ თავს ექიმ შიპმანის საზარელი დანაშაულების მოტივის დადგენაში. ვიღაც ფიქრობს, რომ ასაკიანი ქალების მკვლელობით ის დედაზე იძიებდა შურს, რომელიც ზულდა. მეორენი ფიქრობენ, რომ ჰარალდ შიპმანს ღმერთის კომპლექსი გაუჩნდა და თვლიდა, რომ უფლება ჰქონდა სხვა ადამიანების ბედი განესაზღვრა. ჰარალდ შიპმანი დიდი ბრიტანეთის ისტორიაში ყველა დროის ყველაზე მასობრივი სერიული მკვლელია და ეგებ მთელი მსოფლიოს მასშტაბითაც. მან ნამდვილად გადაუსწრო ყველა სხვა ექიმ მანიაკს. არა და მართლაც რა უცნაურია. რა მაიძულა კაცი, რომელიც ახალგაზრდობაში ადამიანების გადარჩენაზე ოცნებობდა, დაუცველი მოხუცების ცინიკური ჯალათი გამხდარიყო.